დონალდ ტრამპი ირანს დაემუქრა ელექტროსადგურებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდების გაანადგურებით, თუ კი ისლამური ქვეყანა არ დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას. Fox News-თან საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანს ერთკვირიან ვადას აძლევს იმის გასააზრებლად, რა მოვა მის ენერგოინფრასტრუქტურას თუ უგულებელყოფილი იქნება ვაშინგტონის შეთავაზება. მე მათ შანსი მივეცი. მინდოდა შანსი მიმეცა შეთანხმების დასადებად. 2 დღის წინ შეთანხმება უკვე გქონდა, ყველაფერი დასრულებული იყო. მაგრამ უცებ ვეღარ შეძლეს მისი შესრულება. შეთანხმებაში რაღაც არ მოეწონათ და უარი თქვეს. შემდეგ კი მათ პირველებმა გახსნეს ცეცხლი და ეს დიდი შეცდომა იყო. რადგან მას შემდეგ ჩვენ მათ ძლიერად ვურტყამთ. ძალიან რთული ხალხია. 57 წლის განმავლობაში ვიტანდით ამას. თუ წარსულს გადახედავთ, ყველაფერი იქიდან იწყება. ასობით ადამიანი, ათასობით ამერიკელი დაიღუპა. ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა. ბევრი მათგანი დღეს დადის. ან საერთოდ ვეღარ დადის. იმდენად მძიმედ არიან დაშავებულები. ეს ყველაფერი ხასემ სოლეიმანის მიერ გამოყენებული ბომბების გამო, რასაც გზისპირა ბომბებს ეძახიან. ეს ნამდვილი კატასტროფაა. მე კი ის ჩემი პირველი პრეზიდენტობის დროს გავანადგურე. ეს რომ არ გამეკეთებინა, შესაძლოა დღეს სულ სხვა მდგომარეობა გქონოდა. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებებს ეწინააღმდეგება ისლამური ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა. თეირანში კატეგორიულად უარყოფენ მოლაპარაკებებზე უარის თქმას და დიპლომატიური პროცესისთვის ხელშეშლაში შეერთებულ შტატებსა დანაშაულებენ. ირანს არასდროს დაუტოვებია მოლაპარაკებების მაგიდა. ამერიკა იყო ის, რომელმაც გაანადგურა ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი. ჩვენ მსგავსი არაფერი გაგვიკეთებია. ის ფაქტი, რომ მათ სურთ ირანი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, არის მოთხოვნა, რომელიც არ შესრულდება. შეერთებული შტატების დანაშაულებრივი ქმედების ფონზე ირანის ისლამური რესპუბლიკა არ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ამერიკასთან მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვს. ისინი კვლავ ამგვარი რიტორიკით საუბრობენ, მაგრამ მიაღწიეს კი თავიანთ მიზნებს ადგილზე, მათ ვისაც ირანის დანაწევრება სურს, რას მიაღწიეს. ჩვენ საქმით ვპასუხობთ და ვიცავთ იმას, რისიც გვჯერა. ჩვენი მიწის ყოველ გოჯს. უხეში ენა, რომელსაც ისინი იყენებენ, მათ უფრო შეეფერებათ, ვიდრე ჩვენ. უპირველეს ყოვლისა, ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს. ნებისმიერი სიტყვა ან განცხადება, რომელიც საზოგადოებაში განხეთქილებას იწვევს, ჩვენს ძალას ასუსტებს. ურთიერთბრალდებების ფონზე ყოველი ღამე სპარსეთის ყურის რეგიონში მასირებული ურთიერთიერიშების ფონზე გადის. ამერიკის ცენტრალური სარდლობის ძალებმა და ფლოტმა მორიგჯერზე ძლიერად დაარტყეს ირანის სამხრეთ სანაპიროსა და თეირანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კუნძულებს, სადაც მისი ნავთობ ინფრასტრუქტურაა განლაგებული. ბოლო იერიშების ეს ირანის ჯანაცვის უწყება 260-ზე მეტი დაშავებული შესახებ იუწყება. პასუხი არ დააყონა ისლამურმა ქვეყანამაც და რევოლუციურ გუშაქთა კორპუსის ცნობით სამიზნეში ამოიღეს ბაჰრეინში მდებარე ამერიკის მეხუთე ფლოტის ობიექტები და სამეთაურო პუნქტები, ასევე სამხედრო ინფრასტრუქტურა ქუვეითსა და იორდანიაში. სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში აცხადებენ, რომ შეძლეს ზოგიერთი ირანული რაკეტის ჩამოგდება, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რეგიონში ვითარება კიდევ უფრო მეტად გაამწვავა 14 ივლისს დონალდ ტრამპის მიერ ისლამური ქვეყნის პორტებისთვის დაწესებულმა ბლოკადამ და ამერიკული სამხედრო ძალების მიზანმა გააკონტროლონ ჰორმუზის სრუტეში ხომალდების გადაადგილება. შტატების პრეზიდენტის თქმით, იერიშებთან კომბინაციით ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ზომაა.